ლავანდების სეზონი მოვიდა. აყვავდა როგორც კი მზე გათბება და დაცხება, ლავანდა იმ წუთას მოყვება. ჩვენ ერთად დავაკალმეთ ლავანდები. აგერ ჩვენი ერთად დაკალმებული ლავანდა უკვე ამხელებია. იმისთვის რომ კალამი ბუჩქად გადაიქცეს, უნდა გადავჭრათ და გადაჭრილი გადაიქცევა ბუჩქად. ეს უკვე ცოტა უფრო ადრე დაკალმებულებია. ესეც აწოცილია, ამასაც ჯობია რომ გადავაჭრათ თავები. ასე გადაჭრილი უკვე ადვილად დაიბუჩქება. ან ყვავილობაზე ძალას არ დაკარგავს. ეს ნაყვავილარი ღეროები თუ ბუჩქებზე გადაჭრილი და თუ ქოთნებში გადაჭრილი, შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე გასაშროა. აი გამშრალი როგორ გამოიყურება. როგორი სუნია. ჩვეულებრივად ასეთ ასებზე ვშლით ყვავილებს და ვაშრობთ. ამ გამშრალ ყვავილებს უკვე ვათავსებთ ჩვეულებრივ პატარა ტომსიკებში, რომელებსაც ბიაზისგან ვკერავთ, მარტივი ტილოს ნაჭრისგან ვკერავთ. აი ასე. და ამას ვეძახით საშეებს. ეტიკეტებს უკეთებთ, რა თქმა უნდა, ლავანდის ეტიკეტს და ასეთ საშეებს საოცარი სურნელი ზდის. და რაც თავარია არ გასდის არასდროს სურნელი. 10-15 წელი შეიძლება იდოს კარადაში თეთრეულთან ერთად და სურნელი არ გაუვიდეს. გამოიტანთ მზეზე, გააფიცხებთ ფანჯრის რაფაზე, აივანზე, მზის გულზე დავაწყობთ ასე და გავაფიცხებთ და ისე ეს ეთერზეთები გამოვა და კარგ სურნელს დაატრიალებს ისევ. კარადაში გექნებათ კარგი სურნელი, ჩილი, ვერ გაეკარება იქაურობას. ნაფტალინის საუკეთესო შეცვლა. ნერგებიც გვაქვს, თუ კი დარგავთ აივანზე, ტერასაზე, მზიან ადგილას, უკეთესი რა უნდა იყოს, უკვე აყვავებული კარგი ძირები გვაქვს, რომელსაც გადაჭრით და უკვე ბუჩქად გადააქცევთ, ჩითილებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, რომლებიც ჩვენ ერთად დავაკალმეთ და როგორ ვამრავლებთ ლავანდებს, ეს მე თქვენ გიჩვენებთ. ან უკვე მოჭრილ ლავანდას დავკონავ კონებად და კონებად შევინახავ. ან ასე დავფშნით, როგორც უკვე გიჩვენეთ და ამ დაფშნილს ჩავყრით ტომსიკებში. კარგად მტვერი გაცლილი აქვს, მარტო ყვავილები და ღეროებია, ყვავილის ღეროები. ასე ტომსიკებით ვინახავთ და ყიდით ფათაშორის, თუ კი მოგინდებათ, თუ კი თქვენ ვერ მოახერხებთ, ჩვენ სიამოვნებით მოგართმევთ. ეტიკეტიც მიუმაგროთ, რომ კარდენიადან არის თქვენი ლავანდა. ასე ბატონო. შევკრავთ, ეს ტილოს ტომარა აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვიდეს კარგად სურნელი. და ძალიან კარგი სუნია. ძალიან კარგი. ან კონებად დავაწყობ და შევკრავ. მირჩევნია რომ დავაწყო და ლამაზი კონები მქონდეს. ჯერ არაა გაშლილი, ახლა იშლება, ამიტომ ფერს კარგად შეინარჩუნებს. თუ გაშლილი ყვავილებით მოჭრით, მერე უკვე ფერი უყავისფრდება და აღარა ლავანდის ფერი. ახლა ჯობია შენახო. და ბუჩქიც ამოისუნთქებს, ამდენ ყვავილს რომ მოაჭრით, ძალა მიეცემა და კარგად გაიხარებს. ლავანდას უყვარს ბევრი სიმშრალე, მზე, თაკარა მზე, თუ კი გაქვთ ეგეთი ადგილი, სადაც ხრიოკია, მშრალია, მოურწყავობას კარგად იტანს. ერთადერთი რაც ჭირდება, უნდა გადაჭრათ ყვავილები, რომ ბუჩქი არ დაიშალოს, არ დამძიმდეს და არ დაიშალოს. ამდენ ყვავილს რომ მოაცილებ, ის ბუჩქიც ამოისუნთქავს და გაძლიერდება. და შემოდგომაზე კარგი ვერცხლისფერი ბუჩქები გვექნება. ლავანდა კარგად ხარობს ქოთანში. შვენივრად იზრდება ქოთნებში. საივნე კონტეინერებში. თიხის ქოთანი განსაკუთრებულად უხდება, ხმელთაშუა ზღვეთური მცენარეა და აი ეს იტალიური თიხისფერი ქოთნები ძალიან შვენის. მე ასე კონებად ვაწყობ. მოჭრილ ყვავილებს. რა თქმა უნდა, ამ ხელა ღეროები არ უნდა გადავჭრი და შევკონავ. ერთი პატარა ხრიკი კიდევ თავდაყირა დავკიდებ. გასაშრობად თავდაყირა დავკიდებ.
ასე რომ ჩაალაგოთ და გააშროთ, თავს გადაფარჩხავს მერე და უშნო იქნება ლარნაკში ჩადებული და თავდაყირა დაკიდებული. სწორად გაშრება და რომ ამოაბრუნებთ, მერე იქნება სწორი ლარნაკში და ამაზია უფრო თუ არა ისე მოქმედება ერთი და იგივე აქვს ორივეს. ლავანდა არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ძილზე და გვირჩევენ ფიტოთერაპევტები, მცენარეების მცოდნეები, რომ საძინებელ ოთახში სასურველია ლავანდა იყოს, ლავანდას ყვავილები იყოს ახლოს, ბალიშის ქვეშ, საწოლთან, საძინებელში. იმიტომ რომ მისი სურნელი ჯერ ერთი რომ აფრთხობს კოღოს, ბუს და მავნე მწერები თქვენთან სიახლოვეს არ გაიჭაჭანებს და გარდა ამისა ძალიან კარგი საშუალებაა რომ გქონდეთ ტკბილი ძილი. მე მიყვარს ლავანდა ძალიან და სადაც ვარ სულ მაგ ყველგან. ყოველთვის მქონდა. დასავლეთ საქართველოში არ მოსწონს სინესტე. აი ბათუმში მაგალითად ვერ ხარობს, გურიაში ვერ გავახარე. აღმოსავლეთში ვისაც გაქვთ მშრალი, ხრიოკი ადგილი, მოურწყაობასაც იტანს, ფიქრობ რომ ლავანდა ერთ-ერთი შეუცვლელია. ერთადერთია ლავანდა, რომელიც უხდება ვარდს. არც ერთი სხვა მცენარე ისე არ უხდება ვარდს და როზარიუმს, როგორც ლავანდა. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს ძველი კლასიკური ცოდნა. და ვარდს ძალიან შეეხამება. ვარდის დროს ყვავის, ვარდის ყვავილობის დროს განსაკუთრებით უხდება ნიადაგფარა ვარდისფერ ვარდებს. ლავანდისფერი ყვავილები და ვარდისფრად მოყვავილე ნიადაგფარავი ვარდები. ესეც კლასიკაა, ესეც ჩემი მოგონილი კომბინაცია არ არის. ჩემი სიყვარული და რეკომენდაცია ლავანდას. თუ კი მოგინდებათ, ჩვენ მზად გვაქვს და ვესტუმრეთ. საშრობად ან თავები უნდა მოვაცალოთ პირდაპირ ასე. ღეროები უხეში აქვს და ამიტომ თავებს ვაცლი. ასე ვკრეფავ. ასე მარტო თავებს ვაშრობ ლანგრებს. ღეროები სურნელოვანია სხვათა შორის, მაგრამ ბევრი მაქვს ყვავილი და ამიტომ არ არის იმის აუცილებლობა რომ ღეროებიც გავაშრო. აი ეს მარტო თავებს. ან თავებს დავუწევ მაგრატლით. რომ გაშრება მერე კარგად გამოვხო. აი ეს. აგერ გამშრა. გურის სურნელი აქვს. ზეს თუ აჩვენებ მით უმეტეს. გვაქვს ლავანდის ჩითილიც, ლავანდის ნერგიც და ლავანდის საშეებიც.